მოგესალმებით, ანიმეს სკვად, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო თუ რატომ არ გააცოცხლა ობიტომ რინი რინეტენსეის დახმარებით, მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. სანამ მიზეზებზე საუბარს დავიწყებდი, მოდი თავდაპირველად აგიხსნით თუ რა არის რინეტენსეი და როგორ მუშაობს ის. რინეტენსეი ეს არის გარეგზის ტექნიკა, რომელიც მხოლოდ რინენგანის მფლობელს გააჩნია. ტექნიკა პირდაპირ უკავშირდება ჯოჯოხეთის მეფეს, სამყაროს, რომელიც პეინმა გამოიძახა მაშინ, როცა კონოჰაში დაღუპული მოსახლეობა გააცოცხლა და სულების სამყაროს. რინეტენსეი აღადგენს სხეულს ნებისმიერი დაზიანებისკენ, იქნება ეს დამწვრობა, განადგურებული თუ დაჭრილი. რეალურად რომ ვთქვათ, ის ფაქტობრივად ახლიდან აწყობს მას უჯრედების დონეზე. თუმცა თუ გარდაცვლილი ადამიანის სხეული აღარ არსებობს, ამაში უგულისხმობ, თუ მისი ჩონჩხიც კი აღარ მოიძებნება, მაშინ სხეულის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ტექნიკის გამოყენების დროს მთავარი არა მხოლოდ სხეული, არამედ ამ სხეულში სულის დაბრუნებაც. გარდაცვლილი ადამიანის სული ხშირ შემთხვევაში ინახება ჯოჯოხეთის მეფის სამყაროში. თუ კი ის ახალი გარდაცვლილია, მაგრამ თუ სიკვდილიდან დიდი დრო გავიდა და სული უკვე გადავიდა სხვა სამყაროში, რომელიც ნარუტოში ღრმად არ არის ახსნილი, მაგრამ ზოგადად იგულისხმება, მისი დაბრუნება უკვე შეუძლებელია. რინეტენსეის ტექნიკის გამომყენებელი წირავს საკუთარ სიცოცხლეს, რათა გააცოცხლოს სხვა ადამიანი. ნაგატომ, როცა გამოიყენა ეს ტექნიკა, რათა გაიცოცხლებინა კონოჰაში დაღუპული ადამიანები, სანაცვლოდ თავად დაიღუპა. ანუ მსხვერპლი ამ ტექნიკის გამოყენების დროს გარდაუვალია, რადგან ტექნიკა უზარმაზარ სიცოცხლის ენერგიას მოითხოვს. რინეტენსეი ყველაზე ეფექტურია ახალდაღუპული ადამიანის გასაცოცხლებლად. მოდი მოვიყვანოთ მაგალითი. ნაგატომ შეძლო კონოჰას ათასობით მაცხოვრებელი გააცოცხლა, რადგან ისინი სულ ცოტა ხნის წინ მოკვდნენ. მაგრამ ვერ შეძლო ჯირაიას უკან დაბრუნება, რადგან აქ უკვე თამაშობდა დროის ფაქტორიც და ჯირაიას სხეული. ღრმად ოკეანის ჩაიძირა, სადაც შესაძლებელია დალპობის შედეგად განადგურდა. ან რომელიმე არსებამ შეჭამა. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია სულის სხვა სამყაროდან დაბრუნება. ნუ პრაქტიკულად შეუძლებელიც. ნარუტოს გულშემატკივრებში ეს შეკითხვა ბევრს უჩნდება თუ რატომ არ გააცოცხლა ობიტომ რინი თავისი რინენგანის ტექნიკის რინეტენსეის საშუალებით. მოდი დეტალურად განვიხილოთ, რატომ ვერ ან არ გააცოცხლა ობიტომ რინი რინეტენსეის მეშვეობით. პირველი მიზეზი, რაც შეიძლება მოვიყვანოთ, არის ის, რომ რინი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. რინეტენსეი უფრო ეფექტურია მაშინ, როცა ახალ გარდაცვლილ ადამიანს აცოცხლებ. რაც უფრო მეტი დროა გასული ადამიანის სიკვდილიდან, მით უფრო რთულია ამ ადამიანის სულის გამოძახება და უკან სხეულში დაბრუნება. ნარუტოს სერიებში რინი უკვე წლების გარდაცვლილი იყო, ასე რომ მისი სხეული უკვე დიდი ხნის გახწნილი იქნებოდა და ასევე მისი სულიც უკვე გაცდენილია სამყაროს საზღვარს. მეორე მიზეზი უკვე გარდაცვლილი ადამიანის სულის დაბრუნებაა მის სხეულში. რინეტენსეის ტექნიკა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის სხეულს არ აღადგენს, არამედ სხვა სამყაროდან იძახებს სულს და აბრუნებს მას გარდაცვლილი ადამიანის სხეულში. ნარუტოს სამყაროში თვითმკვლელობა გვაჩვენებს, რომ ადამიანის სული ცოცხალთა სამყაროდან საკუთარი ნებით წავიდა და მას დაუსრულებელი მისია ამ სამყაროში აღარ დარჩა. სულის დაბრუნება ძალით, მაშინ როცა გარდაცვლილ ადამიანს არ დარჩა ცოცხალთა სამყაროში დაუსრულებელი მისია, არ აქვს სინანული ან რაიმე მსგავსი მიზეზი, აქვს ალბათ შეუძლებელია, ან სულ მცირე უზარმაზარი წინააღმდეგობა ახლავს თან. ხოლო ნარუტოს სერიებში ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ რინმა სიკვდილი საკუთარი ნებით აირჩია, რათა დაეცვა ფოთლების სოფელი. მესამე მიზეზი უკვე რინეტენსეის ტექნიკის საფასურია. ადამიანი, რომელიც იყენებს რინეტენსეის ტექნიკას სხვა ადამიანის გასაცოცხლებლად, ირავს საკუთარ სიცოცხლეს. ობიტოს იმ მომენტში, როცა მას უკვე ჰქონდა ეს ძალა, სხვა მიზნები ამოძრავებდა და რინის გაცოცხლების შემთხვევაში სიცოცხლის საფასურის გადახდა მის გეგმებს შეაჩერებდა. ობიტო რინის სიკვდილს მუდმივად ტკივილად ატარებდა და ეს იყო მისი სიძულვილისა და გეგმის მთავარი მამოძრავებელი ძალა. არ ვიცი, შეიძლება ეს ირონიულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის თუ რეალურად გააცოცხლებდა რინს, მაშინ მისი მიზნები, რომელიც ატყუდას გაცოცხლებას, ნარუტოსთან ბრძოლას და მადარას გეგმის გაგრძელებას მოიაზრებდა, მარშრუტ შეიცვლიდა. ობიტო თავადაც გრძნობდა, რომ ის ოდნავ მაინც ტკბებოდა იმ ტკივნეული მოგონებებით, რომელიც ბიძგს აძლევდა ილუზიური სამყაროს შექმნისკენ ინფინიტი ცუკიომის ტექნიკის გამოყენებით, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერი იქნებოდა და არავინ აღარ დაიტანჯებოდა. მეოთხე მიზეზი უკვე არის ის, რომ ისტორიის ეს ყველაფერი ასე სჭირდებოდა. ობიტოს რომ რინი გაეცოცხლებინა, ობიტოს мотиваცია მთლიანად ჩამოიშლებოდა და მისი პერსონაჟი სხვანაირად განვითარდებოდა. კიშიმოტოს სჭირდებოდა ობიტოს ტრაგედია, რათა მისი პერსონაჟის ხაზი გაგრძელებულიყო ნარუტოს სამყაროში, რათა დიდი კონფლიქტი გამოიწვია. მოდი ვთქვათ საბოლოო ჯამში, რატომ ვერ იმოქმედებდა ტექნიკა რინზე?
პირველი მიზეზი არის ის, რომ მისი გარდაცვალებიდან დიდი დრო გავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სხეული აღარ არსებობდა და სულიც უკვე შორს იყო წასული. მეორე მიზეზი არის ის, რომ ობიტოს სიცოცხლე შეეწირებოდა მის გაცოცხლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ობიტოს თავისი გეგმები ჰქონდა იმ დროისთვის და მაშინ აღარ შეეძლო საკუთარი სიცოცხლის დათმობა. მესამე მიზეზი არის ის, რომ სულ საკუთარი ნება გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ რინმა სიკვდილი საკუთარი ნებით აირჩია, რამაც შესაძლოა მისი სული უფრო მიჯაჭვული დატოვა გარდაცვალებასთან. და ბოლო მეოთხე მიზეზი არის ის, რომ რინის გარეშე ობიტოს ტრაგიკული ისტორია და საბოლოოდ მისი გეგმების мотиваცია აღარ იარსებებდა. სწორედ ამიტომ ეს ყველა მიზეზი გვეუბნება იმას, რომ რინეტენსეი არ არის ყოვლისშემძლე გაცოცხლების ტექნიკა და მასთან მოსდევს მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა სხეულის და სულის არსებობა და მათთან უნდა მიგიწვდებოდეს ხელი, გარდაცვალებიდან არ უნდა იყოს დიდი დრო გასული და ტექნიკის მომხმარებელი უნდა იყოს მზად საკუთარი სიცოცხლის შესაწირად. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ის დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღლა კი რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები, ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ გააზრდეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყვნენ ბლიზარდი და სალომე, ყველას მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.